მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებელო. ეს არის გადაცემა ლეგენდები აკვდებიან. დღეს მე ვარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ დღეს მყავს ძალიან ძვირფასი სტუმარი და თუ რატომ არის ორმაგად და სამაგად ძვირფასი, მაგ ყველაფერს ავხსნი პერიოდულად. ბატონი ზურაბ ჩინჩალაძე, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა თორნიკე. რა ვიცი ვარ? ჩვენივრად კარგად. ჯანმრთელობას ხო ურჩივით? არა, მე თვითონ ახალგაზრდული შემართება. არა, ისე პატარა ბიჭივით ავარ. წნევა არ ვიცი რა არის, არ ვიცი რა არის, შაქარი პირიქით დაბალი მაქვს. აჰა, იყო დრო რომ რეპერობდი და ბატონი ზურას დამსახურება ისამბავი რომ გადმოვედი ესტრადაზე, შოუ ბიზნესში. 2016 წელს, კაი დრო იყო. 2016 წელს ჩავწერეთ დუეტი, უკანასკნელი შეხვედრა და იმის შემდეგ დავიწყე ესტრადაზე მოღვაწეობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ყველაფერისთვის. არაფერს. როგორი ბავშვობა გქონდათ? ბავშვობიდანვე ნიჭი ქონდათ თუ არა სიმღერის და ასე შემდეგ. არა, ბავშვობა საკმაოდ ბედნიერი. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ დედას პატარობი მე არ მახსოვს პირველად თორდით ვიყავი, სულ არ არსებობდა კვირა, ან ოპერაში ვიყავით, ან მარჯანიშვილის თეატრში, ან მაჩვევდა ამ ყველაფერს. ხელოვნებას გაზიარათ კინოში, თეატრებში, მუსიკომედია იყო, მუსიკალური კომედიის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, რუსთაველის თეატრი, ყველა სპექტაკლიზე პირად ვიცოდი. მე არ მახსოვს პირველ ოპერაში ბალეტი იყო, რაც იყო და ძმა უფროსი ძმა მყავდა ნოდარ ჩინჩალაძე, რომელმაც გამზარდა, იმან გამხადა კომპოზიტორის და ყველაფერი. პატარა რო ხომ მიყვანეს მუსიკაზე. 7 წელს ვიყავი და ჩუმად არა წერდი ხოლმე და ჩაწერა უკვე ვიცოდი სკოლაში რომ მიყვანე ნოტებიც ვიცოდი და ყველაფერი და წერდი უკვე. ჩემ ძმამ ასწავლიდა ხოლმე, ჩემს ექსპერიმენტებს ატარებდა. მე ერთხელაც იყო მუსიკალურ სკოლაში დღიურში ჩამიწერა რომ მოიკოჭლებს სოლფეჯიოში. აი მე დედა ჩემი ერთი ამბავი ატეხა, ჩემი ძმა 9 წელი დიდი იყო, 8 წელი ნახევით უფროსი იყო ჩემზე. აუ, ბიჭო და დაიწყო ჩემი წამება. აჰა. აი ეხლა ესე და სოლფეჯიო მასწავლა და საერთოდ ისე რომ მარტო ნოტები კი არა. თურმე ეს გასდა მუსიკალურ სკოლას და უკვე თითქმის კონსერვატორიას მომთავრებინებს. უკვე მარტო სოლფეჯიო ჰარმონიას მერე სწავლობენ. ერთ სიტყვით მერე მითხა რომ უკვე არა მე რომ მიმიყვანეს კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილთან. მკითხა ესტრადა გიყვარსო და რა არა მეთქი. არდო უსმენდი, მაშინ ბიტლსებს უსმენდი, დიპარკს უსმენდი, ორერა მიყვარდა ქართული იმაში რა ქვია ესტრადა უსმენდი რაღაცებს ხოლმე. და არ მიყვარს მეთქი. ჩვენ მორიგდებითო. გავიდა მიმიღო. გავიდა დრო და მე ჩემ ძმამ მითხრა. უკვე წერდი რაღაცებს, უკვე დავდიოდი. მიმიღეს იმაში ექსპერიმენტალურ სკოლაში. იქ რთულად სწავლობდით იმაში კონსერვატორიის იგივე ლექტორები, იგივე პედაგოგები, რომელიც კონსერვატორიაში. ხო და იქ რომ მივდიოდი ხოლმე, ეხლაც იხსენებენ ისინი სკრიპაჩები, მე სავიოლინოზე ვსწავლობდი. მე ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში. სულ ყველა ჩემგანი წერდა, იმიტომ რომ იქ წერდით საკომპოზიციოზე ურთულეს კარნახებს. ეს ინტერნეტ სკრიპაჩები, ვიოლონჩელები. ხო და ეგრე ვიჯექი ხოლმე დომინანტ სეპტაკორდი, გოგო, შტერი ხარშენ. და აუ კარნახობს და ხალბატონმა ქსენიამ დავიმბარა, დედაო, შენ კარგად იცი სოლფეჯიო, იზაო, უნდა დიხარო იმაზე, შენ ხო იქ ხო დადიხარო. და არ მიშვებდნენ, მე კიდევ ჯინაზე მივდიოდი და იქ და გოგოები იყვნენ და ბიჭებიც იყვნენ. და სულ შემდგან იწერდნენ. ანუ ბავშვობიდანვე მოკლედ პოტენციალიც იყო და ყველაფერი იმისკენ რომ ხო და დიდი კომპოზიტორი გამختارიყავით. ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში არ ვიყავი, ჯერ ისე სკოლაში ვსწავლობდი რომ შავერზაშვილი ალექსანდრემ მითხრა რომ 4 შაბათს ვიყავი კონსერვატორიაში მივდიოდი. ხო, გაკვეთილი. და კვირას სახში მიბარებდა და მითხრა რომ საესტრადო ჟანრშიო რაღაცა ლექსია იღებო უბრალო ისაო. და დაწერე უბრალო სიმღერაო. ჩვეულებრივი. ხო. წავედი ხლა ეს ადვილი იყო, მე უკვე ხა იქ მეძნელებოდა ტრიო, დაუშვათ კვარტეტი, ისინი კლასიკურ ნაწარმოებს წერდი და ან დაუშვათ პატარა სონატინა ან რაღაცა. ეთქობა დამეზარა იმის და ის 4 დავწერე ერთის მაგივრად. რომ მივიტანე ეს რა არისო? მე თქვი რომ მითხარით საესტრადო გადახედა. всё, შენ უკვე იცი და გადახია მეტი აღარასოდეს აღარ დაწერო ესტრადაო.
ეს რომელი სიმღერა იყო ერთ-ერთი ქარი მარხევს და ყვავილებს მაცელის პატარა ვარ მოფერება მინდა ეგა ვინც ეწევა საქართველოს მე მზიური და ანსამბლი ვიმღეროდნენ ხო მაგრამ დედა ჩემო რო გაიგო მე რო შესრულდა ვაიმეო გამოგაგდებენო ხო ადრე იყო ეგ მე ახლა გოგა მითქავე რა ვინ ეკითხებოდაო კაცო გეწერაო და მამა ჩემს არ უყარდაო ხო გოგა შავერზაშვილი ადრე იყო ტენდენცია რომ კონსერვატორიაში თუ იყავი რაღაც ესტრადა თითქოს რაღაცნაირად ხო ზევიდან უყურებდით რა ნუ საესტრადოა ეხლა ზევიდან კი არა ნუ მიყვარდა ყოველთვის მე ჩუმად უსმენდი ხოლმე დედა რომ იგზავნოდა სახში მივიტანე წარმოიდგინე პირველთო მზიურიმ შეასრულა ჩემი სიმღერები და მოსკოვიდან იყო და თავისუფლად გამომაცხეს კომპოზიტორა პესნი კომპოზიტორა ზურაბა ჩინჩალაძე და ვა და დედა ჩემა და ფული მივიტანე აი ეს მეთქი მომწეს ზედ მომაყარა ძალიან შეძლებული ოჯახში გავიზარდე და ამისთვის დაწერეო და გამოგაგდებს მასამ და დედას უმალავდი წარმოიდგინეთ რომ თორნიკე რომ ყველა დედას უხარია თავის შვილს რომ აი და მე მომადი ენერგებიო უწერდი რელოს უწერდი ის ოღონდ მეთქი არ გამომაცხადო თორემ გამომაგდებდნენ იქა დარჩა საქართველოში მომღერლა ვისაც თქვენი სიმღერა აქვს ყველასა თითქმის დამღერი ხო მაგრამ მეუნებოდი არ გამომაცხადოთ ვისი არა არ და მე დავჭი მე კი დავამთავრე მაგრამ მე ხوار ვეტყუდი ახლა მაცხადეთ კი ბატონო ამ გადაცემას ქვია ლეგენდები აკვდებიან და კითხვა მაქვს ესეთი და ყველას უსვამ ხოლმე რომ ესეთი სცენი გვაქვს საქართველოში რომ დაუფასებლობის რა შეიძლება კონკრეტულად თქვენ არ გეხებოდეთ მაგრამ ზოგადად ხელოვანი ადამიანი ისე არ ფასდება ხოლმე როგორც ფასდებოდეს საქართველოში ნუ ჯვარიწერი როცა გარდაიცვლება რა კარგი მომღერალი იყო რა კარგი მსახიობი იყო და ასე შემდეგ მე უფრო იციან ხოლმე დაფასება და საიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი თქვენი აზრით ნუ არ ვიცი თვითონ ქართველი ერი ცოტა უცნაური მე ხა ქართველები ვართ მე და შენ და ნუ ცოტა უცნაური ერი ვართ ძალიან ბევრი ნიჭიერი ყავს და ძალიან ბევრი ვიცი აი კარგი კომპოზიტორებიც არიან ის მაგრამ გასახანი არ აქვს და ნუ ახლა არ ვიცი რატო ხდება ეს ძალიან ბევრი ნიჭიერია როგორც მომღერალი კომპოზიტორი კარგად წერენ კარგები არიან მე თუ არ ჩანვარ მე ვკითხებია რატო არ ჩახა ბიჭო ამა ხალხი მეპატიჟება მეორეთა ვარ ტელევიზიაში შენ სხვათა შორის ხო მაგისთვის კიდე განსაკუთრებული მადლობა რომ არ ჩახართ ხოლმე და ყველგან არ მიდიხარ მე მომღერალი არა ვარ ახლა ჩემი ჩახლეჩილი ხმით იმის არ იყოს იტალიაში რომ მითხრა იმ ალბანომ რა კაი ხმა გაქო რა მე გაგიჟდა კაც დაბერია რა კარგი ხმა გაქო და მე იტალიაში ეგეთი მოსონთო და სულ მე მიწევდა ხოლმე იტალიაში 1-3-4 წელი სულ იქ ვიყავი საახალწლო იმეებში კი ბატონო ისე ემიგრაციაში ხშირად დადიოდით ხოლმე და მოვლილი გაქვთ და დღემდე ესე ხართ და აი საინტერესო ისტორიები, ამბები, კურიოზები, უხერხული სიტუაციები რას გაიხსენებთ? არის ხოლმე. კურიოზები როგორ საბერძნეთში მოვჭით მე და ბადრი ჯანაშვილი ქონდა ქართველი და ებრაელი ეგრევე სხვა კონცერტებს. რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ და მე ბადრი ისრაელში გაფრინდა, მე კიდე გემით წავედი იტალიაში. აჰა. და გზაში გავიცანი ვიღაცები იყვნენ და რაღაცა მკითხეს ინგლისურად და ახლა დანგრეულად რო უთხარი უპასუხე მიხვდნენ რომ სადაური ხარო ქართველი ვაი ჩვენ რუსები ვართ ოღონდ ავსტრალიელი რუსები ჩავუყარეთ ბარში და ის გვინდაო დავათვალიეროთო ბარი კიდე წელიწადში 7-8 იქ ვიყავი სულ იქ ტრიალებდი 3 ვარ მეც დავყოფი ხო და მეთქი მიგიყვანთ იმის წმინდა ნიკოლოზის ის ხონდაო ეკლესიის და საფლავის ნახვა. კი მე მიგიყვანთ მეთქი სადაც გემი ჩამოდგება მეთქი გვია იქ გავარეთ ბანკანა დამხვდა ესენი რო გავიარეთ იქა ჯერ მეთქი ვასაუზმოთ. ხო. ხა იტალიაში ჩვენი სტუმრები იყვნენ ავსტრალიელი. ხა ქართველი ვინ დაიწყეს ფულის იზა მაგრამ რომელი ქართველი გადაახტევინება. ხოდა ეს ვინ არისო აფშებზე იძახის და ეგ არისო თვითონ ვაიმეო და მე ბიჭო ხაი წავიდა ავტოგრაფები აღარ წავიდნენ მე და დარშენ კონცერტზე ბიჭო რა მაგარიაო და მე იმის მე სამჯერ ჩამიყვანეს ავსტრალიაში კარგია კარგი ხო ხდება ეგეთი უმეტესად კარგი მოგონებები მაქვს
მაგას რაჯობია მე ღმერთავს გაიმოგონებები მოგცეთ კაცო მაგას რაჯობია განსაკუთრებული საჩუქარი რა უჩუქებიათ თქვენთვის საზოგადოებით ზოგადად ისრაელში მაჩუკეს ის იყო ელექტრო რაღაც სიგარეტია გვერდით ვერ დავქოქე მე მაგარი მწეველი ვარ რა და ვერ დავქოქე რაც ნიშნავს ნუ რაღაცა ვიყიდე ჩავასხი მაგრამ არ გამოვიდა არ გამოვიდა ეს იყო საჩუქარი სხვა არა ხო არისო ხან მანქანას ჩუქნიან ხან მანქანა მე ადრე და რა ვიცი ახლობელს ვაჩუქე პირიქით მართლა აქეთ გავუგეთეთ ეს საჩუქარი ხო არა ახლობელია და ვაჩუქე მე ბევრი ხშირად არის ჩუქნიან რა ის არის მაგრამ ისეთი რომ ვერ ვიხსენე მანქანას არავის არ ჩუქებია ყველაფერი წინ არის ჯერ კიდე აი ხა რომ გამოჩდით ხშირად გამოჩდით ხოლმე და ყველაფერი წინ არის ეხლა მე ირმა სოხაძეს მეთქი რომ მოვილაპარაკეთ მეთქი ხა ჩემი დაიკოა და ანახლობელია დიდი ხნის ბავშვობიდან იქ უარს ვერ ვეტყოდი იმას თან ის სიმღერა რაც ის მე და შენს რო იმასკენით ეგ ირმას დაუწერე ირმა სოხაძეს მე და ნინო სირბილაძე ეგ ირმას დაუწერეთ გორში ვიყავით ახალ ალბომს წერო და ზურა შენი სიმღერა არ ამაქვსო და მინდაო და ნინო მეთქი მოდი დაუწეროთ ირმას და ის მე ნატრები რატომაც ძალიან სევდიანი არისო და ერთად ვიჯექით ოთახში და წერდით ერთ დროს და ერთად დაიწერა ვა პროსასიაბლო გახდა ესე იგი ჩემთვის ეგ ყველაფერი კარგია თქვენ გავლით ცხოვრებას როგორ შეაფასებთ ძალიან ცუდი რაღაც შემემთხვა მე ხო მეუღლე დამეღუპა ნუ ამხრა მე ადრე მე ძმაც დამეღუპა ის ვინც გამზარდა და დედა ჩემმა სანამ 40 იქნებოდა რატო აღარ მეცადინეო შენი საქმე ეს არისო და დაუკრავო უნდა იმეცადინო დედა მითხრა ნუ შეერთშვილი მოუყდა მეორე ხოლმე ხო და მეც რა ვქნა ახლა მე ვთქვი რომ ჯერჯერობით არსად არ გამოჩდები ან არსად არც კი ვჩამდები მაგრამ უმეტესად კარგი რაღაცები მახსოვს მე ცუდი არ მახსოვს არაფერი ხო თან ბავშვობიდან სცენაზე ხართ თითქმის პრინციპში სცენაზე არა მაგრამ ნუ აი მე აი რომ წერ ესტრადას მე ახლა ამ წუთში ვამთავრე შუაში ვარ ჩემი მეგობრები შევიკრიბეთ მეგობრები ისა სკრიპაჩები და მე ვიოლინები ვიოლონჩელისტები და გოგი ბაბუაძე რომელიც დირიჟორია ახლა აქ იყო მე მგონი გაფრინდა ველაპარაკე იმ დროს ტელეფონზე ახლა ვერ გნახავო იმიტომ რომ ორკესტრი მყავს ჩამოყვანილი ხო მე კლასიკოსი ვარ იმათთან რო ჩამოვალ დამახვედრე ორი პიესა მზათა მაქვს და ერთი სავიოლინო კონცერტი ვერ დავადგი საშველი რა ხან ისა ფონოგრამა მინდა ეს ისე ამერიკაში ხშირად გიწევთ ხოლმე ხო ძირითადად ვი არა ვარ უმეტესად ეგენი თვლიან ამერიკელი კომპოზიტორი ამერიკელი არა ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის აი არ ავჩერდები იქ გადახდენილი ამბები ხო არ გახსოვთ რამე ამერიკაში ნუ ხშირად ვარ ხოლმე და აი კონსულია ჩვენი ეს რო არაძლევს და საზღარი ნუ როგორ ხებისთვის ჩემთვის რატო არა ჩერდებიო იქაო და მე ვთქვი ჩვენი ხალხი რჩება მე რეჩხუბობ დატო რჩებიანო და შენერი გვინდა ვა მე ვთქვი ეგრე სად არის მე დავჩერდ არ მოინდო მე ზეღლა მზამზარეული კომპოზიტორი გვინდაო და ხო უსაქმური ხალხი არ შეგვიძლია მაქვს დაწერი 2026 წელს მთავრდება ანუ ისინი მიკვეთავენ რაღაცებს და ხო ჩვენ რო ჩამოდიხარ ფულს ხო გიხდითო აქაო ტელევიზიაში რომ მოდივართ ხოლმე იქ ნორმალ ქვეყანაში ეგრე ესე შტატებში და აბა თქვენ ასე არა ბიჭო მე მაგას კი არ გეუბნები ხუმრობ თქვენ რამდენს მიხდით ხო და მაგას ნორმალ ქვეყანაში უნდა გადაგიხადო და არ დაიდარდოზე რომ გამოდიხარო და იქ რო მაშვები ლაპარაკობო წუთიო ღირსო შენ ლაპარაკი 2000 რაღაცაო გენაცვალე მე თქვი ვაიმე მე თქვი საქართველო აქ ჩვენ არა ვართ მე თქვი ეს წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა განსაკუთრებით საქართველოში თქვენი აზრით აი ძირა არის თორნიკე ბევრი ნიჭიერია და ძალიან წინს რომ აი არ ჩანან აი ახლა აუცილებლად არ მინდა ვიღაცამ შეამჩნია შემთხვევით ჩემი ბავშვობის ძმაკაცის და მეგობრის შვილი ეს არის პაატა სერგია და შვილი არის მარიამ სერგია მე კი ვიცოდი რომ მაგარი ბავშვი იყო პატარა რო იყო მღეროდა და მე ის დამე დაუწერეო კი რაღაც მაგაცის ერთად გაზრდილები ვართ
დღესაც ხშირად ერთად ვარნა. მარიამ სერგია. მე ისეთი რამე მითხრაო, დაუწერეო ბავშვი. ვიცი, ხო აზრე ვარ, რომ უფრო ისეთი ესტრადაზე. ეს კიდე ფანურის ის დაუწერეო, ტაშა დღეს ძალიან შემოვიდა მონაში. ხო, შემოვიდა, ეგრე არა მეთქი და არ უწერდი, მაგრამ ამას წინათ Facebook-ზე იყო აღმოაჩინა ვიღაცამ ტელევიზიებს და გამიხარდა მეთქი და ბავშვი ჩემ ხელშია გაზრდილი, კი გათხოვდა ახლა, ნუ ჩემთვის ბავშვია რა. ხო. ეხლა ვაკეთებთ ახალ სიმღერა, თუ ხელი არ შეუწყე. მე ყოველთვის ახალგაზრდა, შენ წოდესღაც თუ ხელი შეიწე. 2016-დან თორნიკეთ ჩემი ძმაკაცის შვილია. კი. შენ წოდესღაც ხელი შეიწე. მე კი არა, მე ყველგან მაგას ვამო ყველა გადაცემაში, რომ ვისაც რა შეგვიძლია. ყველა ვისაც, აი ნუ მე შემეძლია რაღაცა შენთვის გავაკეთო, ხო? მე გავაკეთებ. რატო უნდა წინ წავიყვანო? მარტო იმიტომ კი არა რომ ჩემი ძმაკაცის შვილი ხარ, ნიჭიერი წინ. ხო, თავარა ნიჭიერი. აი მე რამდენი ნიჭიერია იცი? საქართველოში ბევრია. კარგი ზოგი არის, კაი მუსიკას წერს, კარგი ის არის, მაგრამ გასაქანი არა აქვს და რა მე აი რა გავუკეთე. სამწუხაროდ ერთი და იგივე სახეები ტრიალებს ხოლმე რო უყურებ თითქმის რა რატომღაც და ეს ახალი სახეები ხარ როგორი მომენტი უყურეთ რო იძახის მაგალითად ადამიანი რომ აი მიიტანს შენ სიმღერას და გეუბნება რომ დაუშვათ იმ დონეზე ცნობილი არა ხარ როგორც ეს როგორ გახდები თუ ეხა ერთხელ არ გახვედი ორჯერ არ გახვედი სამჯერ არ გახვედი თუ პუბლიკა არ გაგიცნო არ არის ცნობილი და არ მინდა ხო როგორ უნდა გახდეთ ცნობილი თუ ხელი არ შეგიწყო ადამიანმა ნუ ეგ ხდება სამწუხაროდ მაგრამ ნუ შენ თუ ოდესღაც გეკნება საშუალება უნდა შეუწყო სხვას მე რაც შემიძლია რა თქმა უნდა ეხლა მე ქრისტიანები ვართ და მართლმადიდებლები და უნდა შეუწყოთ ერთმანეთს ხელი. რა თქმა უნდა, კი ბატონო, გეთახმებით. თქვენს ცხოვრებაში რა შეცვლით? მე და ცოლი მყავდეს, მეუღლე არ დაღუპულიყო და მე ფიზიკურად რაც ავარ როგორც ავარ ისეთი არ მინდა არც ბევრი ფულები, არც როგორც ავარ ისეთი ვიყო. თავარია ღმერთს მადლობა რომ ჯანმრთელი ვარ აბსოლუტურად. აბა რა, აბა ყოველთვის მაგას ვამბობ. ნუ ხან მე და რა არის, ერთ ადგილზე არ ვარ ხოლმე. გუშინ წინ ჩამოვედი ახალციხეში ვიყავი, ხან იქ მაშინ ვარ საზღვარგარეთ, ხან ერთ ადგილზე არ ვარ ხოლმე. სულ ისე ვერ დავწერ. სულ მოძრაობაში. სულ იმაში ფურცელი ბანკარი ყოველთვის მაქვს. მზად. სულ ყველა სიმღერა, აი მაგალითად ის სიმღერა მარშრუტკაში მაქვს დაწერილი, რო იყო მე და დათო ვიჯექით და ვაიმე საიდან 2003 წელს აი. ხაიხნის ყოფილა ესე იგი. 150 ნომერში ვიჯექით და მოდიო რაღაცაო, მაგრამ მე სეტყვები შეუცვალა. თორე აი ძველი უყვართ ეგ სიმღერა სხვადასხვა ემიგრაციაშიც უყვართ ძალიან და ჩვენს ემიგრანტებს და რესტორანში. ხშირად მე ხო ამგვარი ვარ, ხა მე სცენებზე და იმაზე არ გამოდივარ და რომ მეუნებია ამას ვინათ ერთი თვის წინ ის სიმღერაო, მე რა ვიცი, სუფრაზე მითხარს. რა ვიმღერო. ხო, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ მომღერალი არ ვარ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში ჩადიხართ. კონცერტებს ხო ატარებთ, ბღერით ფაქტობრივად და კონცერტები არ არის, ის როგორ არის, ის შეხვედრა კომპოზიტორ ზურაბ ჩინჩალაძესთან. ხო, მაგრამ ბღერით სიმღერებს ხო ასრულებთ? არა, თან ლაპარაკობ თან ვერი ვარ. ნუ ერთი ის მომენტი მახსოვს კიდე საზღვარგარეთ წეღანაი. ათენში მქონდა კონცერტი და რო გავდიოდი, ბავშვი ავიყვანე, რა ქვია მეთქი ამას. რა ქვია ესენ მეთქი, პატარა გოგო იყო და მაგან არის ისო ქართულიო. ქართული ბავშვი სალომე გვარი არ მახსოვს. გავადი სცენაზე ხალხ რომ მეთქი რა ვართ ეს რა არ მეთქი ეს ქართველები მომეთქი ებრაელები 26 საუკუნე მეთქი თავის ქვეყნიდან გაყრილები იყვნენ და არც ენა დაკარგეს არც სარწმუნოება არც რაღაცა და რავიუტაშიო ვაიმე ისრაელში ამბავი იყო პადრიმ რო გამოაცხადა და ჩვენზე ესე თქვაო და მე მიუბაძოთ ებრაელებს ძა მაგრამ მიებენ ხოლმე იქ ისრაელში ხო იქაც ძირითადად ეგ თემა არის, მაინც უფრო ტაშიტუშის ის არის მანდ რა, უფრო რა ესეთი საკეიფო სიმღერები უყვართ მანდაც ძირითადად. უფრო. თორემ მეც რამდენჯერად ჩავედი და კონცერტები იყო, ძირითადად უფრო ეგ მიმართულება იყო მაინც. ეგ სიმღერა რო დაიწერა ქართველი და ებრაელი.
თლაცაკეიფოც არის ქალაქურ სტილში. ქალაქური და არ უნდა ეგრე მე თქვი ცოტა იმისი არ იყოს მე და ელდარი შოშტაშვილი იმასაც არ უნდა მე თქვი ჩააფანოღურე ცოტა აი და არ მახსოვს არც სიტყვები არც მელოდიაც არ მახსოვს არა ეგრე რა გვინდა ბიჭო მაგ სიმღერას როგორც არის დაწერილი ისე უნდა ის გააკეთო მელიზმი ხო და მე მიჯერებენ და გამოდის სიმღერა მე ესე დავწერე აი სხვა შორის ძალიან ახლობელი იყო ჩემი ძალიან გული დამწყვიტა ვაჟა აზარაშვილმა და თავისივე ნამღერი ყველა სიმღერა უფრო მიყვარდა ვიდრე სხვა ორიგინალში. აი რაღაცნაირად მღეროდა ჩემსავით იმასაც არ ქონა ხმა მაგრამ რომ მღეროდა ხო და სუპრაზე კიდე ოღონდ მომღერებდა ოღონდ არა სხვა რომღერის არც არ მიყვარს მე მიყვარს დუდუკებზე და ხალხური ქართული რო შემოძახებენ ეგ მიყვარს მაგრამ ესტრადა რო ჩამირთავენ ჩემს სიმღერებს აი მე მაგას ვერ ვიტან აი როგორ რაღაცა იცი რომ აი მაგალითად მომღერლებშიც რო არის ხოლმე რა რომ მე რას მენა რა აქ ისწავლის სიმღერას თუ არ წერს დაწერს აი როგორ უნდა გახდე მაგალითად კარგი კომპოზიტორი და ან კარგი მომღერალი კომპოზიტორი კარგი ვერ გახდები უნდა დაიბადო და ნუ მე სწავლა უნდა კიდე ხო სიმღერა ესე დაწერე ესე არ არის ხო ეხლა არა სიმღერა არ არის კომპოზიტორის მელოდიის შექმნა მე მითხრეს მოაკეთე მაგას მიძახიო და აი არ ვიტყვი მაგალითად მე მეუნებიან ხოლმე რომ აი მიდი რა ამ თემაზე დამიწერე ხო თორემ მე რო წერ მე კლასიკაზე მუშაობ ახლა ნუ არის დაუშვათ რომ არ მოდის მუზა არ მინდა ეხო დავწერე რაღაცა მითხრეს რაღაცა ამ თემაზე მინდა მაგრამ მე ვიცი წესები როგორ შავაზაშვილმა ეს ყველაფერი მასწავლა ჩარჩოების საჭირო ყველა ვარიანტში მაგ დროს ხო და არ მეწერება არ არის მუზა მაგრამ იქიდან მოული აქედან მაინც გამოვიყვან ხან და ხან არის უფრო მაგარი რამე გამოდის ხოლმე ხო ვიდრე ხო ისე როცა გიკვეთავენ თითქოს რაღაცა ისე ხარ თითქოს იზღუდები ხო რაღაც მომენტში ადამიანი არ ფიქრობ მაგას ვიდრე ვიძახე ახლა დავინახე ვაზა ხო აი ვაზაზე მითხრეს სიმღერა ახლა იქ ხო უნდა მოიფიქრო რა თქმა უნდა შემიძლია ახლა ვაზაში ყვავილები როა ამ ყვავილებს ისევ შენი სუნი აზდის და შენ რომ მომიტანე და მომართვი ეს ყვავილები რაღა ბევრი რამის აგება შეიძლება ჯერ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე იმაზე და მე ჯერ ვფიქრობ და მე მუსიკა 7 ნოტია რა კი ბატონო კი რა ვიცი მე არ მეძნელება და ისე მუზა აუცილებლად უნდა იყოს მაგალითად მანდილოსანი შეიძლება ამინდიც იყოს თუ აი თქვენი მუზა რა არის რო ამბობენ ხოლმე რომ ტყეში წავიდაო და იქ დაწერაო ზღვასთან დავიდაო იქ დაწერაო ან დახატა მხატვარმა ხარა მხატვარი ცოტა სხვა არის აი მწერალმა ცოტა კი არ აწერინებს სიმარტოვე და სიჩუმე პრინციპში ეგრე სიჩუმე სიმარტოვე რო იფიქრო აი მაგალითად არ გიფიქრია რომ აი ხელო მხატვარი რო აიღო სტილოა პალიტრა მოიმზადა საღებავები უკვე გააზავა ყველაფერი მართლა და რა რითი იწყე იმან უკვე იცის ის რა უნდა დახატოს იცის თავში აქ უკვე ის როგორც მე სანამ დავმონტაჟებ ხოლმე უკვე თავში რომ მაქრო რომ ვიცი რა კადრი დავდო მე უკვე ვიცი რა უნდა გამოვიდეს აი წერა რომ რაზე ვთქვი ვაზაზე ხო აი მე უკვე ვიცი და ის წინასწარ ჯერ ვფიქრობ ეხლა სახში რო ვარ ხოლმე ბავშვი მოვა და ბავშვი გიждები ჩემ შვილიშვილზე გიორგი ჩინჩალაძეზე მაგრამ ბავშვი მოვა და ჩამიждება კალთაში ჩემთან უნდა ყოფნა რა უთხრა წადი და გაფრინდა აზრები მანდ უკვე ხო და არა მინო ის უღონდ კარგად იყოს და სულ აღარ დავწერ ხო ეგ რა თქმა პაპის პოზიცია ხო ეხლა მე ჭუბებია რატო ხარო პაპაო მე იმერელი ვარ და რატო ბაბუას არ გიბჯო რასაც დამარქვენ ეხლა ვაზარო დამარქვენ თითო 4 შვილი მყავს ეხლა სუბიჭებთან პატარა დანიელი გვარის გაბრავლება მიდის ესე იგი სერიოზულად ხო გოგოსგანაც 2 ბიჭი ბიჭისგანაც 2 ბიჭი გოგო მინდოდა ერთი გოგო მეთქი მაგრამ ეხლა მე მეტესად ვარ ხოლმე სახში არა ვარ და იმიტომ რომ ბავშვი აბჯო ბავშვს როგორ ვთქარ რომ ნუ მოდიხარ ნუ ხმაურობ ერთხელ აი კიდე კურიოზი ბიჭო რაღაც სიმღერას წერდით ისეთი იყო რომ ბექები მე თვითონ ჩავწერე და მე და მაია მეგრელიშვილი მაგარი გოგოა მაგარი
ხო და რო ჩავწერე და წავიღე გოჩტაშვილთან ზაზას. რო ეს მეთქი ბიჭო მიერეკავს მოდი ერთიო რა წავედი უკვე და უკან დავბრუნდი. რა არისო ბიჭო მე რომ მღერი ვარ. ტუტურუტუ გიდან კიდე შულდა. ტულიტუ ბავშვი. ტულიტუ თურმე და უნდა რომ გაიყვანეს იქით ოთახში, მაგრამ იქ შორი დაყვირო და ტულიტუ. ისე შვილიშვილებს როგორ ატყობთ ნიჭიერების ამბავში? მუსიკოსობა უნდათ? ახლა გოგოს ბიჭი ისა ჩემი პირველი შვილიშვილი თემური ქაფიაშვილი, ნუ კი დაღავს ჩემ გოგოს. სადაც მონ ცეკვაზე, მაგრამ ის პრო რაგბიზე დაღავთ. და სპორტის საჭიროა. ისე ძირითადად ბავშვებს უნდათ ხოლმე მაინც რაღაცა მუსიკასთან სიახლოვე აქვთ ხოლმე უფრო პატარობაში, მე თუ გაყვათ დიდობაშიც ხო, მაგრამ ძირითადად ბავშვებს აუხარებთ ხოლმე გიტარასთან, პიანინოსთან და ესე თამაში საერთოდ. აი გიორგის შეიძლება ჩემ ბიჭის უფროსი. ეგრევე ძახოლო მე 0-02 03 04 დაიბადა ახლა. გიორგი შეიძლება თქვენ არიცით, მაგრამ ჩემს თაობაში 90-იანებში ვინც რეპერობდით ხოლმე, утопია იყო ჯგუფი და მაგის წევრი იყო ბატონი ზურას ბიჭი, გიორგი. კარგი ბიჭები იყვნენ და მე რატომაც დაიკარგნა ის და ნათისავეა ჩემი გიორგი ჯაყელი. აჰა. კარგი ნიჭიერი, უმინჭერესი ბიჭია. ძალიან მაგარია. ისე თვლით რომ ადრე 90-იანებში უფრო მელოდიურობა იყო და უფრო კარგი სიმღერები იწერებოდა ვიდრე ეხლა თუ როგორ არის ეგ ამბავი თქვენი ხედვით? ამას ითქვა რომ აღარ იწერებაო, მცირე არის. ამოიწურა ვითომ? ვარ და დაწერე და არავის არ უნდა ფული გადახდა. მე რითი ვიცხოვრო, რითი ვიარსებო. მართალია კი. მე სხვა მე არც ის ვიცი რა ქვია. საჭმლის გაკეთებაც არ ვიცი. რაც მეუღლე დამეღუპა და ხან მიკეთებს და მომიტანენ ხოლმე ამ წამა. ხო. ერთი ვიცი მარტო ერბოკოცხის შეწვა ვიცი და ეგეც საქმეა კაცო. წვადის შეწვა ვიცი ბუნებაში. დანარჩენი მე კარტოფილს აუ მეზარება ხოლმე ახლა მაგი გათალე. აუ და ამერიკულად თუ შევწვი ამერიკაში ერთხელ გავწქვენი კარტოფილს და ამერიკელებმა რასაშვებიო მაგაშია გემო. აჰა. ხო და კარტოფილს ხოლმე ეგრევე როგორც free. თუ გავუწკროდათ ეს. გავუწკროდათ ეგრევე ხოლმე ამერიკულად. ამერიკულად. იქ დაჟე მაკდონალდში ვიღე გავუწკრნელია ყოველთვის კარტოფილი. ამერიკელები არ წკნიან. კარგად არის გარეცხილი, სუფთა კარტოფილებია, ნუ მეც ეგრე კარგად მაგრა გავრეცხავ და დავჭრი ხომ ჩავყრი ეგრე. კარგია. ბოლოს აი ხა სიახლეები რამე ახალი რა ჩაწერეთ, რა გააკეთეთ? ეხლა წერ ჩემი ყოფილი მოსწავლე იყო და რაღაცა სიმღერა უნდა რომ გათხოვილი არის იმაში, რა ქვია, თიანეთში. აჰა. ხო და ეს ეხლა გათხოვილი გოგოა, უკვე ახლა გოგო აღარ არის, ჩემთან იყო ლახჩი. იქ არის და ახლა უჭირს იქიდან და სპეციალურად ეხლა მე მინდა რომ დავეხმარო და სადღაც წინ წამოიყვანო. და ჩამაქვს მთელი სტუდია, მე და ჩემი მეგობარი და იქ ადგილზე ჩავწერთ. ვა! ფონოგრამა ყველაფერი გაუგზავნე, ეხლა იქ მუშაობს გამიგე, მუსიკალურ სკოლაში ასწავლის პიანისტკა ეს გოგო და თანმღერის. გოგო ახალი გახდა უკვე. ჩემი გაზრდილი. საინტერესო პროცესია იქ სტუდიით ჩასვლა. ნუ ყველას მინდა რომ დავეხმარო, რომ წინ წავიდეს, ცოდვან ნიჭი იკარგება. ეხლა თიანეთი ის არ არის, შორს არ არის და ის არ არის, რა ქვია, იქაც ჩვენი იქიდან არ არის ჟინვალიდან ჩემი მაგაცია, ჩემი ზურა მირზიაშვილი. იქ ჟიპი ტაური იციან ესეთი რომ მე ერთი დღე რომ ერთი ვიყავი მთიულების, მიყვარს უფრო გურულების და მეღერლების არ არის. მისაბაძე ადამიანი ვინ არის თქვენთვის? ბეთჰოვენი. ნუ მე კლასიკოსი ვარ. ბეთჰოვენი, მოცარტი, ბახი. კი ბატონო. ჩაიკოვსკი, მენდელსონი, ნუ კლასიკოსები. ნუ მე ერთი პერიოდი მე უსმენდი სადღაც 80-იანი არაო 70-იანი წლების ბოლოს აბას და ჩემ შემოქმედებას ცოტა დაეტყო და მე შევეშვი რომ მეთქი მივხვდი მე რომ გავლენის ქვეშ ჩავარდი, მაგრამ მე თვითონ ბენი ანდერსონმა მითხრა მე მომწონს თქვენი სიმღერები, თქვენით გავიზარდე მეთქი. ხო. თქვენი სიმღერებით გავიზარდე მეთქი. გაუხარდა. როგორ საქართველოში იცხოვრებთ? აი იცი როგორ საქართველოში, აი იმ დღეს რო იყო ჩვენი ბიჭებმა რო თავი გაწერეს. ფეხბურთი რომ მოიგეს.
და ყველას თუ ერთმანეთი გიყვარდა, ხო? მე დიდი ფეხბურთის მოყვარული არა ვარ, მაგრამ თუ არჩევ, მაგრამ ვიტირებ. ჩემო თაღში ვიჯექი და რა სყვიროდიო ეგრეო. აკი არ მიყვარს, ბიჭო, მე საქართველოს რო გაიმარჯვა. საერთო სიხარული იყო რაღაცნაირად. თავი გაწირეს ჩემმა ბიჭებმა რა. და ის არ მახსოვს ვინ იყო, წაქცეულმა თავი დაარტყარო. გადააგდო იქ. კვარაცხელია ხო ჩეხეს და ჩეხეს მოკლედ გადავ. ხო, მაგათო იგინებოდი და ვილანძღებოდი. ბიჭო, ამ ბიჭს გაანებეთ თავი მეთქი კაცო არა, ყველა მაგრები იყვნენ, ყველამ გაწირა თავი. ეგ მაგარი მუხტი იყო, ეგეთ საქართველოს მინდა გაერთიანებული. ეგეთი ერთიანები რო იყოთ კი გოშველებოდა. რა რჩევას მოგცემდით ახალგაზრდა მუსიკოსებს, მომღერლებს, ხელოვან ადამიანებს? ურჩევა ერთმანეთი არ შეჭამოთ. ერთმანეთს პირიქით ხელი შეუწყეთ ახალგაზრდობამ. ის ძველი არ დაივიწყოთ არასოდეს ჩვენი კარგი როგორც ესტრადის დაიბეთ მომღერლები ყავდა. მაგიტო ვაკეთებ ამ გადაცემას. ხო, არ ჩვენ ვიღაცები არა ვართ. დიდი ისტორიის მithumetes ახლა ჩვენ ისეთი მე ბევრთან დაანახლო მე ბატონი რობერტი ბარძიმაშვილი მოსწავლე ვიყავი როგორც ესტრადაში. სვერთად ვიყავით. ძალიან გული დამწყდა მისი სიკვდილი და მეწყინა და რაღაცა მარტო დავრჩი. აჰა. სვერთად ვიყავით ხოლმე. მანქანაში ხშირად მარტო მივდივარი და ჩავთან ხოლმე რეებს უსმენდი. თუფაკი. ხო, გახსოვს, ხო, თუფაკი და მაგრამ გაბიკვიდა მაშინ. ხო, აი, ჩემს სიძემ წაიღო მანქანა ერთხელ და თურმე ჩემს სიმღერას რა უმასმენებს მანქანაში. ანუს მე ბეთჰოვენი, ბახი, მოცარტი, თუფაკი, ბლუზები მიყვარს. ხო. მიყვარს, სახშიცა ვარ ბიბი კინგი, სახშიცა ვარ ნაპყოფი და ხო, ნიუ-იორკში. სერიოზული ჯაზი მიყვარს. სხვათა შორის, კარგად ნამღერის, ასე ვთქვათ, ფანოღური ეგენი, კარგი და ცუდი ყველგან. კარგად შესრულებული და ეგენიც მიყვარს. ფანოღურს, ეგრე ვეძახით იქიდან. მაგრამ თუ კარგად მღერიან, ახლა მაგალითად ქსოველები ყოველთვის მიყვარდა. რო K-pop ეგეთი რამები მინდა. სამჭიკას, ოთხჭიკას რო გადაკრავ და მე ხელი გიდა რო გაშალო. ახალგაზრდა ქსოველები მაგრები არიან. ის კიდე წამოვიდა ანსამბლი გუში მელაპარაკე იმას აქვე ერთ-ერთი აშუღებში გადავიდა. ხო, კარგი ბიჭები არიან. ეგეთი აი ოღონდ ქართული მელიზმა სხვა არის და ხო, ეგ ამბავი წვაც, ხიგალ კეიპს უწება ახლა. მელიზმი ქართული სხვა არის, ქალაქური სხვა არის და აზერბაიჯანული ის სხვა რაღაცაა. კი. აი ეგ ქართულში არ არის, ეგ თბილისში არ არის. ესენი სწორად მღერიან. აი მაგალითად მაგრამ მიყვარს მანქანაში ხშირად უსმენდი, თან ძალიან ახლოს ავარ, კარგად ავარ მე. დათო კენჭიაშვილი. კენჭო მაგარია, ძალიან. აი მაგას უსმენ ხოლმე მანქანაში. მარტო რო ვარ თორე, იდე თუ ვინმე მიზის არ ავთავ. ბატონო ზურა, მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. იმიტომ რომ მეწვიეთ, დამაფასეთ. მე მგონი რომ კარგი გადაცემა გამოვიდეს. ხარ ჯერ ერთი ეს მეორეთ მოვედი, ახლა პირველი ირმასთან ის ჩემი დაკალი არა და არის ჩემი ძალიან მიყვარს ირმა მის ქმართანაც კარგად ავარ მამაშენთანაც კარგად ავარ მე სიმღერას სხვანაირად მქონდა დაწერილი მაგრამ 2012 იყო თუ 13 საბერძნეთში მქონდა კონცერტი და გადავაკეთე სხვანაირად ბერძნულად მე შენ არ გადაიღე მაგის კლიპი ანუ გულონო გაჩუმდები ძველი სიმღერაა გულონო გაჩუმდები ბერძნულად გაჩუმდები შენ ეგ არის დელიზის ამბავი ტელევიზიაში მითხრეს არა უნდა ქართველი ვარ კაცო ბერძენ კი ბატონო წარმატებებს გისურვებთ იმედია არა ბერძნებს არ ეწყინოთ განა ბერძნებზე ვიძახი რამეს მაგრამ მე ვარ ბერძნები უკვე აწყენებენ ესეც რომ მოუგეთ და ძალიან კაი კაცო თურმე როგორ დაგცინოდნენ მანდაც იყო ხო გამორჩეულად ზოგი დაგცინო ზოგი არა მაგრამ ვინ ჩემერს დასცინებს მე ხო არა იყო გამორჩეული ცოტა ესეთი გაგიჟებული ფანები და იყვნენ ნორმალური ადამიანები, რომელსაც მოგილოცეს ხელი. ის არა ვართ რა ქვია. კი ბატონო, კი. სამოსაკრავი ერი. ჯერი სადაც მაგაც აკრეფილი მაქვს ისო წაიღეს არგონავტები. ოქროსაწვის სისტემაში. კარგი. აბა მეგობრებო, გემშვიდობებით.